მრავალი ხალხი, რომელზეც უამრავი ფორმიანით გააკეთ, უარ გადაიკეტოს საკეთ კიდე. ვემატება მარში. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, აწერია. მომავალს ვერ წაგვართვევთ ასე. ეგარი და გადაიკეტა, იოუ. ეს რამოდენიმე მანქანამდე გაივლის და ეგ არის რა. იოუ, დღესაც მე-60 დღეს გადაიკეტა რუსთაველი, რა თქმა უნდა. ახლა გავლენ, გამოვლენ, უკან დაიხევენ ფორმიანები და ეგ არის რა. ჩვენია ქუჩა. თამაშობ ჭადრაც ჭკვიანი ხალხი ვართ. კითხულობ წიგნებს. ეგ არის რუსთაველი ჩვენია. აი რო რამე მიდიან უკვე დავაფიქსიროთ რომ მე სასამართლო მართვას რამე ეგ არის წავიდნენ უკვე გზა ჩვენია უკვე 100%. იოუ, გადაიკეტა რუსთაველი მე-60 დღე მეორე თვე აქ ვართ. ჩვენია რუსთაველი. 20 საათი და 41 წუთი. ეგ არის გადაკეტილია რუსთაველი უკვე 100%. ჩვენია ქუჩა. მე ახლა ეს 2-3 ადამიანიც, არა ადამიანიც ფორმაში თუ როგორც არის. ცდილობენ არ ვიცი რას. აქეთ ნაგავია. ეგენიც წავიდნენ ფორმიანები, იქით შეიკრიფნენ და გარანტირებული ჩვენია მორჩა. შეიძლება უკვე გასვლა. ეგ არის დროები ცოტა ხანს ვერ გადავიღებ. რადგან სხვა ვიდეოს ვაკეთებ, ვარენდერებ მეხსიერებაში და ცოტა ხანს შემოგიერთდებით. ვიდეოთი მაშინ შემოგვიერთდა ამჯერად უკვე ტელევიზიიდან. ხალხის ძალის გეშინოდეს. ვერ გადავიღე. არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა. მოусმინეთ ხალხის ხმას. ხალხი ითხოვს სამართალს. მოусმინეთ ხალხის ხმას. ხალხი ითხოვს სამართალს. მოусმინეთ ხალხის ხმას. ხალხი ითხოვს სამართალს. ხალხი ითხოვს სიმართლეს. სიმართლეს.
მეგობრებო, ჩვენ მოვდივართ საზმაურიდან, სადაც უკვე აგერ თითქმის 2 თვეა ყოველდღიურად უწყვეტად ვიტრიბებით ხალხი და ვითხოვთ 2 რამეს. ხალხის ეთერს და სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირების გადაჭრობას. გასაკვირველია, ჩვენ ასევე ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და სამართლიანი არჩევნების ჩანიშნას. 29 იანვარს 2 თვის თავზე ჩვენ გვექნება მასშტაბური აქცია და ყველას ძალიან გთხოვთ, რომ შემოგვიერთდეთ ამ აქციაზე, რომ ერთად გავაპროტესტეთ ის საერთო სახალხო პროტესტის წერა გავამაგროთ, რომელიც არის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ჩვენ ყოველ დღე მარშით მოვდივართ რუსთაველზე, სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი რუსთაველი, ზუგდიდში მიმდინარე აქციები, ბათუმში მიმდინარე აქციები, ქუთაისში მიმდინარე აქციები, ყველგან მთელი ქვეყნის მასშტაბში არსებული აქციები ვართ ხარ სოლიდარობით და ვითხოვთ ერთსა და იმავეს. ამიტომ ძალიან გთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოდით 29-ში ზუსტად იმიტომ, რომ ეს აქციები, რაშიც აგერ უკვე 2 თვეა ვართ, ზუსტად ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება და ერთმანეთის გაძლიერება, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, არის უმნიშვნელოვანესი. ყველა ძალიან დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის 7 საათზე, 29-ში 7 საათზე, კოსტავას 68 ნომერში. ხატვარი ვარ და მაგითო ვეკითხები ყველას, რადგან თვითონ ვიფარავ სახელს. მადლობა. კიდე ერთი მარში შემოგვემატება მალე და ამ ადგილსაც ისე დავიკავებთ, რომ ვაუ. იმიტომ რომ რუსთაველი ჩვენია და ყველა ქუჩა და ყველა ადგილი არა მარტო თბილისის, მთელი საქართველოს ჩვენია და არა იმათი, ვინც გვებრძვის უმიზეზოდ. ჩვენ თავისუფლება გვინდა, განვითარება გვინდა და სამართლიანობა. აი, პალიტრა TV იღებს ლაუდსპიკერსის სოლისტ ლევანს. რამდენი კილომეტრი? 20 იქნება კილომეტრი საჭირო. მარათონი ხო იცით რამდენია? 41 კილომეტრი და 195. იმაზე მეცათი. აგერ მანისებენ 42-ო. მეცი 41. მაშასე. ვერცერთი სულიერი ამ დედამიწაზე ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადამიანი თუ იყენებს აზროვნება. ეს ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩაახშონ აზროვნება, იმიტომ რომ ადამიანი ვერ შეედრება თავისი სიძლიერით სპილოს, ვერატოს იხელა მასის წვირს როგორც სპილო, ვერ იქნება ისეთი სწრაფი, როგორც ლეოპარდი და ისეთი მაღალი, როგორც ჯირაფი, მაგრამ ადამიანი აზროვნებით გამოირჩევა და შემდეგი არის მეტყველება და ხმა. პირველი გვინდა უნდა რომ აზროვნება ჩაგვიხსნოს შიში რაღაც 1000 უბედურებას იგონებენ ომის თუ რაცხა ისა პარტიაო ფიქსეიტია თუ ფიქსეიტი რაღაც ოღონდ შეგვაშინო ხვალხუდი ამინდი იქნებაო ზეგეს იქნებაო შიში როგორც
ადამიანის მტერი რომ აზროვნება გაეთიშოს. მეორე ჩვენ რაც ხაზგასმით ვამბობ ადამიანებს მეტყველების უნარი და უნდა ჩვენი ხმა და მეტყველების უნარი ჩაგვიხსო. დღესაც ვამბობ რომ მთელ ქართულ ოცნებას მოუწოდებ გათვლა დაუჩნდე და პირდაპირ ვეპაექრო და გითხრათ რომ იმ პროექტებს რომელსაც თქვენთან ერთად და სახალხოდ განვახორციელებთ 100,000 ოჯახის ბედნიერების პროექტი ყველაზე წარმატებული სტუდენტების მდგრადი დასაქმება სახელმწიფო სამსახურში მათ შორის პატრონში მყოფი ადამიანების არა მარტო კარიერული დამაგრება არამედ წინსვლა მაგრამ როგორ აზროვნები პროფესიონალიზმი და არა ნეპოტიზმი არა მოსყიდვით არა დაშინებით არა ვაზელინობით არამედ ეხმარების სამართლიანობით ასეა თუ არა ხო არ მოგაბეზრდავი არა რასამა მე გადაწყვეტილი მაქვს და გამოსვლის მერე 12 კილომეტრი მაინც ვირბინო ვაუ ოჩა ერთი მაგარი ამბავი მინდა გითხრათ გუში თქვენ გაიხარეთ ნახე რა კაცებია რა ხალხები რა ახალგაზრდები ყავს ერთი ამბავიც მინდა გითხრათ გუშინ გამოვაცხადე გარდა იმისა რომ გამომიწვიეს რომ აი სპორტული ფორმით მოვიდაო და გადარეულიაო თუ გიჟიაო თუ ამდალიაო გურულასაც კი მიწოდე დიახ ჩემი სამშობლოს სიყვარულით გიჟიცვა ამდალიცვა გადარეულიცვა და თქვენაირი ვარ ჩემო ოჯახო და ჩემო ხალხო თქვენ გენაცვალე ვერ წარმოუდგენიათ ეს ახლა კი ერთი რამ გამახსენეთ რომ მითხარით რომ გუში მითხრეს რომ 3 ოჯახი იქნება ეს მე-60 დღეა ახალგაზრდება ერთმანეთი გაისწრეს და სათხად გადაუხადოთ სპორტი სიამოვნებით აუ არ უნდა მაგრამ საბედნიეროდ იმედი მაქვს რომ რეალდება და შეიცვლება ყველაფერი ახლა კი შეთანხმებული რომელიც ძალიან გვიხდება მეთქი ჩაისოდგეთ ღრმად ჩაისოდგეთ გამაგდი გაძლიერდით გენაცვალე და ერთია ძლიერ ეროვნულ ევროპულ საქართველოს გაუმართ არ მესმით თქვენ გენაცვალე კიდევ ერთხელ თქვენ მომავალ თაობას რეჟიმის პატიმრებს მათ ოჯახებს რა ფიქრები გაგვიზარდეთ გაუმართ ახლა გენაცვალეთ და ბოლოსკენ წავალ რას ვიტყოთ იმისთანაც სამართლიან არჩევნებს ვიტყოთ ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებულ გზაზე დავბრუნდეთ და ერთმანეთს მუშტიკრივი კი არ გაუმართოთ არამედ ლოგიკით იდეები ინტელექტით ვებრძოლოთ ვეკამათოთ და სახელმწიფო წინ წავიყვანოთ როგორ გონიათ ასეთ მდგომარეობაში რომელიმე ოჯახი გაძლიერდება ან ლარის კურსი გამყარდება არ ვინმე ინვესტორს მოუნდება აქ ჩამოსვლა და ვიცი ბრალია ეს ყველაფერი შედავო ცილიშვილო 12 წელი რო ხელისუფლებაში ხარ და აქამდე მიიყვარ ხალხს და ისეთ გულანთებულებს შემოატრიალებს შენ წინააღმდეგ როგორც მე და იაგერ ხედავ ადამიანებს მოგესალმებით ბატონო დენი მოგესალმებით უამრავ ადამიანებს შენ საწინააღმდეგო შემოატრიალებს რა გინდა რა სამწუხაროდ თავის სამახალგაზრდობას მოეფერე გადაეხვიე ნატრობენ ასეთ ახალგაზრდობას არ დავასახელებ ახლა ერთ-ერთი აზიური სახელმწიფო ხელმძღვანელმა გამოაცხადა რომ გადავიღოთ ისტორიული ეროვნულ გმირზე ფილმიო და გმირი არ ყავდა არ ვაკნინე მართლაც ათილოა 25 მილიონი გამოიტანეს დოლარი რომ ის სცენარს დასწრეს იმათო ვერ შექმნეს გმირი შემდეგ 50 და სამჯერ გაზარდეს არ ვასახელებ ჩვენ საქართველო სადაც ამდენი გმირები ყავს სანაცი არა გველი ყავს ხრაზმა ხერხეული დე ყავს თათლის დედა ყავს
თამარ მეფე ყოლია ამდენი რატო უნდა დაგვეჩაჩენაკო რატო უნდა დაგვაქციო რატო უნდა გადაგვიარო შენი უსამართლობით და იმისათვის რომ სკამ შეებღავჭო და იყო ესე ჩახუტებული და გადარეული მე არ მესმის ახლა დავამთავრე ხო კიდე ერთი მაგარის მომწერეს და რამაც გადამაწყვეტინა ამ კაცო პატრონი არ ყავს დამტირებელი არ ეყოლებაო მე გაცილებით მეტი დამტირებელი მეყოლება ამ ქვეყანაზე ვიდრე აბუ-დაბიში წასული ადამიანებს რომლებმაც რაღაცა ოაიაჟი მოაწყვეს და ვერ გაუგიათ გაიხარეთ თქვენ გენაცვალეთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ეკლესიაში რო შედიხარ არცი თუ ხარ თანხელს რო ანდებ ან დედა თუ ხარ ის კი არ უნდა ინატრო 100 წელი მაწოთხლე და ღმერთო და რაც შეიძლება ბევრი ფული მაშოვნინეო არა შენაცვალე უნდა ინატრო ის რომ რამდენსაც გაიმეტებ უფალო იმდენი მაწოთხლე 4 ხარისხიანად მაწოთხლეო ჩემი ქვეყნის სამსახურში და მომავალი თაობის სიყვარულში მაწოთხლეო აი ეს არის რაც უნდა შემოვიტანოთ აი ეს არის რაც უნდა დავაბრუნოთ აი ეს არის დიდხანს სიცოცხლე რაც გინდა თუ ხარისხიანი არ იქნა თუ გულიანი არ იქნა თუ სიყვარულით არ იქნა და ბოლოს ძალიან რო არ გადაგღალოთ ძალიან რო არ გადაგღალოთ არანაირი პრეტენზია არ აქვს არაფერზე დღეს აიო არ გვაპირებთ მოსვლა აგერ მეგაფონი გვატყუეთ სად არიან ეს გოგონები მოდი ჩემთან მოდი გამოიქეც აი ეს გოგონა იყო დღეს რო გადაგვარჩი მოდი გამოდი ჩემთან მოდი ოპა აი ამ გოგონას დამსახურება და ტაში მარ ტაში ბოლოვანია ძალიან ბაშაზე აი და ბოლოსკენ გავდივარ რომ 31 იანვარს რა მინდის არ უნდა იყოს ისევ ამ ფორმაში მოვდივარ სპორტულ ფორმაში და ვინ შეძლებს ირბინე ჩემთან ერთად სხვათა შორის აი შეყუშულ ადამიანებსაც ვიწევ გამოვიდნენ და აბა შეძლო ჩვენელ გულიანად ირბინოთ გამოვიდნენ ხალხი შემოირბინოთ თბილისის ხუშები შემოირბინო სიყვარული შემოირბინო ხომართალია დაბედავენ თუ არა ჩვენ დავბედავთ კიდევაც და შევძლებთ კიდევაც და ბოლოს მინდა გითხრათ რომ ჩვენ შევდეგით როგორც ეს უამრავი ერი ყოფილა დედამიწაზე იმპერიები ყოფილა მაგრამ გადარჩენებულად საქართველოს 3 მილიონი ნახევარი შეიძლება ოდნავ მეტი მოსახლეობი დღეს დგას ძალიან მძლავრად ცივილიზებული სამყაროს ყურადღება აქეთ არის მოფრობილი და რა ხდება თუ იცით რატო დგავართ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა ბევრი გონება არეული ადამიანის გამორეულა ჩვენ ერთში ყოფილან ყოველთვის ძალიან დიდი მუხტის ბურჯის მატარებელი ადამიანები რომლებსაც მიყავდა ჩვენი ქვეყანა იმ დასახულისისკენ ბიზნესკენ რომლებიც წინაპრებმა დაგვისახეს ასე იყო ყოველთვის და ასე არის დღესაც ასე იყო გასული საუკუნის ბოლოში მე მინდა გითხრათ რომ სწორედ ეს დაგვანახა 1999 წლის 9 აპრილს აი აქ რო ვიყავით მერაბ კოსტავამ ზიად განსახურდია და რომელიც 1991 წლის 26 მაისს ასრულდა ნება ქართველი ერისა და შემდეგ ისოდესაც დავიმასწოროთ რომ დამოუკიდებლობას თავისუფლებას ყოველთვის სჭირდება ბრძოლა და არავინ არ გაიქუქებს ერთხელ და არ დამთავრდება ამით ბოლოს დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მისვენდით იმედი მაქვს რომ ძალიან არ გადაგღალეთ ჩემი გამოსვლა ერთადერთი მიზნით იყო ვინც როგორც არ უნდა შემრაცხოს როგორც არ ჩემი გული ისევე როგორც ამ გოგონას გული ამ ყმაწვილის დუტას გული ისევე როგორც თითოეული თქვენგანის გული ფეთქ საქართველოსთვის საქართველოსთვის და ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს აძლევს უფალი სიცოცხლეს კი დავთმოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის გუშინ ვამბობდი და დღეს გავენაორებ ორი რამისთვის გავიმეტეს დაუფიქრებლად სიცოცხლე ეს არის ჩემი ქვეყანა და თქვენ იმიტომ რომ ქვეყანა ხალხის გარეშე არ არსებობს და მეორე ჩემი შვილიშვილები და ოჯახი სადაც თქვენს მეგობრები მე ჩემი წინადადება მე გოჩა წესალაშვილი ეკონომიკის ავტორი რომელიც გამოა
გამოაყურე საზოგადოებრივი მასწავლიდა ეს თავაზო რომ აღნიშნეთ როგორ თქვენი ოჯახის წევრი საფავ მაშინ ჩემი ქონა სანამოს რომ დაბრუნდები სახში არ ხვალისადილებს ერთი თებში ერთი დანაშანგალი და ერთი ჭიქა ჩემთვისაც დაძე რაიცი როდის შემოვიდა ოჯახი რაიცი ჩვენ ოჯახი და ჩვენ გულებს ვენაცვალე აი ეს არის რაც მინდოდა მესვა და კიდევ ერთხელ მოვალ 31 ივნისს რა მინდით არ უნდა იყოს არ უნდა რო იყოს ქართველიერი მაინც გადარჩება თქვენთან ერთად ვიქნები ჩვენ ამინდი არ გვაშინებს ცივად არ მესმი ხიად ხურიად იყვა საქართველო გიბა იმიტომაც გავართ აქ ბოლო შეძახილი და მეტადემშვიდობები ერთიან ძლიერ ეროვნულ და რაც თავარია ოჯახურ საქართველოს გაუმარ ბრძოლას ბოლომდე გამარჯვებამდე იმიტომ რომ სიმართლე შემხარესა გაუმარ და იმ სიყვარულს რომელიც ამ 60 დღის განმავლობაში ჩაისახა ჩვენ შორის რა ერის ყოფილა ამე შეხედეთ ერთმანეთს შეხედეთ შეატრიალეთ თავი თუ დაგეზარებით შეხედეთ რა ლამაზები ყოფილიყო წარმოგიდგენია რა ლაღები ყოფილიყო დღეს მეუნებია რომ ევროპაში რო ჩახვალ სადმე ნებისმიერ ქვეყანაში აქამდე თუ ჩვენი ემიგრანტი დედები თავჩაღუნულები დადიოდნენ და მარტო იმაზე საუბრობდნენ თავის შვილებს ოჯახებს გამოუგზავნონ საარსებო ფინანსებიო დღეს თურმე ამაყად დადიან და ეს თქვენი დასახურებად არის თქვენი დასახურებად ეს ის ვალია რომელიც ემიგრანტებს დაუბრუნებს რომ ტყუილად არ აგზავნიდნენ ამ ახალგაზრდებში ტყუილად არ დებდნენ ფინანსებს და ბოლოს დიდი მადლობა რომ ისმენდით და ვითხოვთ სამართლიან ულტრფერ არჩევნებს გავარახამე 60 წლის შეშინებულ ადამიანზე ბერდა არა და დიდი მადლობა რომ ისმენდით და ბოლოს მინდა გითხრათ აი სულ მოკლე ხანში წარმოგიდგენთ იმ პროექტს რომელსაც გუშინ ლაპარაკობდით 100,000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით და ასე შემდეგ სადაც აი აქ მივანიჭებთ ტიტულს ადამიანებს სახალხო ბედნიერების ელჩები რომელსაც ექნებათ უპირატესი უფლება ჭეშმარიტ თავისუფალ ეროვნულ საქართველოში დასაქმებისა წისვლისა და მოძრაობისა ქვეყანის წინ წაყვანისა დიდი მადლობა რომ ისმენდით და იხმაურე საქართველო იხმაურე საქართველო იბედნიერი საქართველო გენაცვალე აუ დიდი მადლობა დროები სალომ გამოგზავნოთ გაფიცულ სტუდენტებს სამოტივაციო წერილები, გეოდებით. მადლობა. წერის პროცესი. ანონიმურადაა სახეს არ ვაჩენ. სახე გამოაჩინე შუა. თუ გნებავთ არა პრობლემა არა ანონიმურადო და მაგიტო. ანონიმური არ არის. კაი. წერის პროცესი. ნახე ჩვენ რა შეიძლება. იმას მის კარტონი დაიდოს. მაგ ამას გაწყალია ბაჭი. აჩი. კარმის დონე რა. ამანაც წეროს. ჩავყაროთ ეს მეორე.
ეს კამერა ისე მიდან. ნემოს ეკითხეთ. მაგარი გამა. უკაცრავად მომიტევეთ. კეთი გასწორდი გოგო. მეგარი. აი მე აჩ თვალებს მოხუჭა. უკაცრავად. არა, მაგრამ მაინც არ გადაიღე ხელს. ორმეტის ნახევარია. სიმღერის ფონზე გემშვიდობები და სიცილის. კარგი დღე. ხვალამდე.